Россия, Путин, победа. Коллеги, Россия, Путин, победа. Россия, Путин, победа. Россия, Путин, победа. Россия, Путин, победа. ეს ვიაჩესლავ ვოლოდინია კრემლის რიტუალური არჩევნებით შეკოწიწებული დუმის თავმჯდომარე იქაური პაპუაშვილი. ეს უკანასკნელი ვფიქრობ ჩემგან დიდ ყურადღებას არ იმსახურებს, მაგრამ რადგან არ ჩერდება და არ ისვენებს, მოგვიანებით მიუბრუნდები. რაც შეეხება მის რუს კოლეგას თუ რაც არის რუსეთი პუტინი გამარჯვებაო საკუთარ თავს თითქოს და აჯობა. თუმცა კულტის განდიდებისა და მორჩილების ფარგლებში 2014 წელს სწორედ მან თქვა ტირანის მთავარი მცნება ნეტ პუტინა ნეტ რასი. ეს ფრაზა 26 ივნისის დროებაში ჩემ ბლოგში ივანიშვილის უფსრული გამოვიყენე და ნათელხილობაზე პრეტენზიის გარეშე ასეთი რამ თქვი. Нет Путина, нет России сегодня. ივანიშვილის მიმდევრებს ჯერ არ უთქვამთ. არ იქნება ივანიშვილი, არ იქნება საქართველო. ალბათ მალე იტყვიან, მაგრამ ამ შემთხვევაში მთავარი არა თარგმანი და კოპირება, არამედ ფრაზის იდეოლოგიურ-ფილოსოფიური არსია. მიუხედავად მასშტაბებში სხვაობისა, მოსკოვისა და თბილისის მმართველობითი სისტემა თანხოდრაშია. ერთპიროვნული მმართველობა იქ ფორმალურად, აქ არაფორმალურად, თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს? ავტოკრატია, გამდიდრებული პოლიტიკური და ბიზნეს სინდიკატი, პარტიული მონოპოლია და კონსოლიდირებული კაპიტალი, ოლიგარქიული მოდელი, სადაც ბიზნესისა და ხელისუფლების ინტერესი გადაჯაჭვულია. და რაც მთავარია მტერი, გარე მტერი, რომელსაც უნდა რომ სუვერენიტეტი წაგორთვას და რადგან ამ სუვერენიტეტის ერთადერთი დამცველი და გარანტი ივანიშვილია, არ გამეკვირდება, როგორც უკვე გითხრათ, რომ სულ მალე მოქმედი ირაკლისგან, 20%-იანი მერი კალაძისგან, ცოცხალი ტროლის შეპესგან, უკაცრავად პირველი კანონმდებლისგან მოვისმინოთ, რომ თუ არ იქნება ივანიშვილი, არ იქნება საქართველო. არ არსებობს საქართველო, სადაც ბიძინა ივანიშვილი არ იქნება და ქართული ოცნება. ეს ყველა უნდა გაითავისოს. არ არსებობს ეგეთი საქართველო. იმიტომ ამ კაცმა ყველაფერი გაიღო, ყველაფერი დათმო. თავისი უსაფრთხოება და სიცოცხლე კი არა. მისი შვილების, ცოლის, შვილიშვილების უსაფრთხოება და თუ ამ თემაზე და ბიჭო ქართველები ვარ და არ შეიძლება ეგრე რა. გვარი ვერ გამოვიცანი, სამხარაზე ყოფილა, თუმცა გვარს ამ შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. საკრებულოსთან ბანერის გამო დაკავებების და ერთ დროს გადაჭარბებული, ახლა თითქმის განულებული ნდობის ფონზე ქება დიდება სჭირდება მას, ვინც ბუნკერის კოჭლი დიქტატორივით დამალულია და აღარავის ენდობა, მაგრამ ვოლოდინს ყაზაბის დაუღალავმა ცხენმა რუსული დიპლომატიის სირცხვილმა ქართველების და უკრაინელების მოძულე ლავროვმა აჯობა. То, что Борис Николаевич Ельцин нашел в себе, прямо скажем, мужество. ის ფაქტი, რომ ბორის ელცინმა გამბედაობა იპოვა და ძალაუფლება ადრევე გადასცა და ის იმ ადამიანს გადასცა, რომელიც იმ მომენტში ერთადერთი იყო, ვისაც რუსეთის შენარჩუნება შეეძლო, ისტორიული გარდამტეხი მომენტია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთი ბოლოს და ბოლოს ღვთის ნიშანზეა. როდესაც საქმე რთულდება, ჩვენ ზემოდან ვირებთ დახმარებას. თუ ალღუ არ მგალატობს, მალე ამასაც ღვთის კაცად გამოაცხადებენ, რადგან ილია და ექვთიმე მოქალაქეების ბანერის გამო დაპატიმრება, ციხეების, პოლით და სინდისის პატიმრებით ავსება, ჟურნალისტების დატოსაღება, სქროლვას ქრიმის სამარცხვინო კანტორის მუშაობა აღარ ყოფნის. პუტინი რუსეთს გამარჯვებას ვერ მოუტანა და ვერც მოუტანს და რადგან ასია, ახლა ერთი გზა აქვს, თუ თავად არ იქნება, არც რუსეთი უნდა იყოს, ამიტომ ვერ და არ გამოდის მისსავე დაწყებული ომიდან. ახლა რუსეთის მოქალაქეებმა უნდა შეიგნონ და იმედია უკვე ხვდებიან, რომ რაც დიდხანს იქნება ისე კრემლში, მით მეტი ქალაქი გაეხვევა ცეცხლში, მით მეტი რუსი დედა დაკარგავს შვილს, მით მეტი დაქვრივდება, მით მეტი ბავშვი დაობლდება და სისხლიან ფედერაციაში გამოწვეული მცირერები უფრო მცირე გახდებიან. ბიზნეს ელიტა კი, რომელიც ომის სპონსორია, სულ უფრო მეტს დაკარგავს. პუტინის სიკვდილის პოლიტიკა ყველას კარზე მივა. ახლა იტყვით იქ ომია და ეს ომის კანონებიაო და ჩვენთან რომ მშვიდობაა, ხომ მშვიდობაა? დღეს 2 აგვისტოა, ვერაზე სიცილის გამო მოკლულ 17 წელს ნიკოლოს გუშინ 18 წელი შეუსრულდა. სექტემბერში სტუდენტი პირველ ლექციას უნდა დასწრებოდა. თქვენი აზრით მის ოჯახში მშვიდობაა?
ვინმე მიცის რა გაიფიქრა ბოლო წამს 17 წლის შვილმა, რაც ბოლო წამამდე შეიცნო შეიყვარა, ბოლო ამოსუთქვასთან ერთად ჩაურბინა დახურჭულ თვალებში. პირველი დედა გაახსენდა, მშობელი და განუხორციელებელ გეგმებთან ერთად დედა იდარდა. უსულო არარაობამ წამში დაადარდიანა ლაღის შეწყვეტილი სიცოცხლე და არა ცხოვრება. ბოროტმა კიდევ ერთხელ გაიმარჯვა სიცოცხლეზე, მომავალზე, ხვალინდელზე. გაიმარჯვა და კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ეს ქალაქი და ეს ქვეყანა მისი სათარეშოა. მას აქ ტახტი აქვს ბოროტების, უსიყვარულობის, ჭაობის, წარსულის დამყაყებული რუსულ ნეხვში ამოთხრილი ტახტი, რადგან მან მის სიცოცხლე და სიყვარული ვერ იყიდა კლავს, ანადგურებს, პოპს, ბოროტებით მართავს, რადგან ხვალ მისი დასასრულია. 17 წლის ბიჭს თვალწინ ჩაურბინა, რაც ახსოვდა. გრუზინმა კი იმ ღამით შვილი მოიკითხა. ხვალ ნებისმიერმა შეიძლება ვეღარ მოიკითხოს, რადგან ბოროტსკვება მე არ მეხება, რაც ჩემი საქმეა, მე პოლიტიკაში არ ვერევი, ეგ ბინძური საქმეა, მაგ სიცოცხლეს და სიყვარულს რომ მოკლავს ბოროტი, მე შენც მკვდარი ხარ, რადგან სხვისი სიცოცხლე და სიყვარული არ გადარდებს. შოთაზე გამოვიწიე, დამალო 2017 წლის 1 დეკემბერს ხოროვაზე მოკლ დათუნა სარალიძეს 25 ივლისს 25 წელი შეუსრულდებოდა. ვინ იცის რა გეგმები, რა იდეები და რა მომავალი ჰქონდა სკოლის მოსწავლეს, რომელიც მის ოქროს დაბადების დღეს ვერ მოესწრო. 9 წლის მერე კი არა, 19 წლის მერე არ და ვერ იქნება მის ოჯახში მშვიდობა. ვერ იქნება მშვიდობა თვალცრემლიან მამას. შეხედე რა შეიძლება просто რა. ხვალ 3 აგვისტოა, 3 წლის წინ შოვის ტრაგედიას 33 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მარიტა გუტაშვილმა ოჯახის 9 წევრი დაკარგა. ერთი ოჯახის 9 წევრი. რამე ხსმენიათ როგორ მიმდინარეობს ან რა ეტაპზეა გამოძიება. რამე ხსმენიათ ვინ არის პასუხისმგებელი, რომ შესაბამის უწყებებს არ ჰქონდათ ადრეული გაფრთხილების და მოსახლეობის დროული ინფორმირების სისტემები. ვინმეს აქვს პასუხი, რომ ყოფილიყო გეოლოგიური დაკვირვება მყინვარზე, პროგნოზირებადი იყო თუ არა ღვარცობის წარმოქმნა. ვეტრფრენების სტიქიის ადგილზე გვიან ჩაფრენა მაშინ უამინდობას დაბრალდა, თუმცა იმ დღეს კარგი ამინდი იყო, მაგრამ ვეტრფრენების შოვში 3 საათის შემდეგ ჩაფრინდა. ვერცენი არ არის ახლა არც ველოსიპედიას მანქანა რომ დაждდე და უცებ გავარდე, მას მომზადება ჭირდება. იყო მე ამინდი იყო ძალიან ცუდი, თითქმის 2 საათი ღრუბლებს უვლიდნენ, შემოფრენილიყო ხეობაში. დღეს აღარც გომელაურია თანამდებობაზე, რომელიც ამ ეტაპზე ივანიშვილის ციხეს გადაურჩა. აღარც მაშინდელი პრემიერი, რომელიც ციხეშია. სუსის ყოფილ უფროსთან ერთად ლილუაშვილი რაღაცუაშია. პატარა ნაწყვეტი მთის ამბების საგამოძიებო ფილმიდან დანაშაული შოუში. კადრში თქვენ ახლა მდინარე ბუბას ხედავთ. სადაც კალაპოტი მკვეთრ მოსახვევს აკეთებს, მდებარეობს მამისონის კოტეჯები. სწორედ იქ გადმოვიდა ნაპირებიდან წყალი 2020-ში. ბუბასთან ერთად ჭანჭახი და რიონიც ადიდდა. სტიქიამ ხიდები და გზები გაანადგურა. ინფრასტრუქტურის აღსადგენად სახელმწიფომ მაშინ რამდენიმე პროექტი შეიმუშავა და მათ შესასრულებლად 60 მილიონი ლარი გამოყო. ერთ-ერთი მათგანი ბუბას ნაპირდამცავი სამუშაოების პროექტი. უტენდეროდ გადასცეს შპს New Roads. New Road-მა თავის მხრივ სამუშაოების შესასრულებლად დაიქირავა გამოცდილების არ მქონე BP ტრანსი, რომლის მეპატრონე ქართული ოცნები და ვანის საკრებულოს წევრი, სუსის უფროსის ნათლი მამა, ბიჭიკო პაიგიძეა. არის თუ არა თქვენი ბავშვის ნათლია გრიგო ლილუაშვილი, სუსის უფროსი და მისი მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი. კი, არის. თქვენი მეგობრის ბიჭიკო პაიგიძის კომპანია იგებს, არ არის თქვენი მეგობარი? გასაგები. გასაგები. სამი წლის განმავლობაში მთლიანი სანსეტი დაკეტილია და მარტო კალაძის ოჯახს და ოჯახის წევრებს ემსახურება. და ეგ საფრთხის შემცვლელი დრო იყო და იქიდან რო დავიწყეთ სანსეტიდან, რა ვიცი, ჩვენ ადამიანები არ ვართ. მარტო თვითონ უნდა გაემაგრებინათ თავისი და მერე ჩვენი, როდესაც სანსეტი ისეთ შემაღლებულზე დგას. გაკეთდა უკნიდან საქმე და როგორც უკნიდან გაკეთდა, ისე უკუპმა წავიდა. კომპანიას
ზუსტად ორ თვეში უნდა გაეწმინდა და დაეღრმავებინა კალაპოტი და ჯებირები ქვის დიდი ლოდებით მოეწყო. მუშაობა პარლამენტის ყოფილი წევრის, კახა კალაძის მეჯვარისა და შვილის ნათლიის, ივლიანე წულაიას კუთვნილი სასტუმრო, Sunset Show-დან დაიწყო. ჩვენი მხრიდან იღებდნენ ძალიან დიდ ქვებს და მიქონდათ ქვემოთ Sunset-ისკენ ალაგებდნენ. და მამაჩემი რო ეკითხებოდა, ნუ რატომ იგაქ ეს ქვა, მე საიდან მოვიტანო? თქვენო მოგიტანთო სხვა ქვებსო. როცა კალაპოტიდან იღებ ამ დიდ ქვას, იგივე ადგილას სხვა ქვას ვერ დააბრუნებ. იგივე ადგილას ისეთი სიმაგრით ვერ ჩადებ ქვას, როგორც ამოღებულს, ანუ შანსი არ არის. ხე რომ მოთხარო ძირიდან, სხვა ძირს ვერ დაუმაგრებ. ეგეთი ამბავია. ეგრე მოგვექცნენ, ამოიღეს ზუსტად აი ეს კოტეჯები, რაც ახლა წაღებულია მანდედან ამოიღეს დიდი ქვები, წაიღეს Sunset, მერე ჩხუბის მერე გაჩერდნენ და აღარ ამოუღიათ იქედან. მაგრამ ძალიან დიდი, ბევრი გაზიდეს ქვემოთ Sunset-ისკენ, მიაწყვეს კარგად, რომ Sunset-ამდე არაფერი მისულიყო შემდეგი სტიქის მოხდენის შემთხვევაში. კომპანიას ვადა ორჯერ გაუზარდეს. მიუხედავად ამისა, კოტეჯებთან ჯებირის მოწყობა მაინც არ დაუმთავრებია. მინთავრდა ის ერთი წელი, მოვიდა ზამთარი, დაიწყო ახალი წელი და ახალი წლის ბიუჯეტში აღარ ჩასვეს ის, რომ გაგრძელებულიყო მაგ ჯებირის გაშენება. ან დატოვეს თავში. დატოვეს. თავში ჯებირი, ბოლოში ჯებირი და შუაში ღია. ზუსტად ეგ შუაში ღია, დღეს გვაქვს შედეგად. 3 აგვისტოს ღვარცოფი ზუსტად იქიდან გადმოვარდა, სადაც სუსის უფროსის ნათლი მამამ, ბიჭიკო პაიკიძემ ჯებირი არ ააშენა. პასუხისმგებლობა მისთვის არავის დაუკისრებია. პირიქით, მას ახალი, უკვე 21 მილიონიანი პროექტი გადასცეს. მსხვერპლი არ არის, სადაც ჯებირი იყო. ამ ვიდეოს ჩვენებით არაფერს ვამტკიცებ, დასკვნები თავად გააკეთეთ. შოუის ტრაგედია ჩემთვის განსაკუთრებულად მტკივნეულია. მსგავსი ჯოჯოხეთი, რაჭას, ონის რაიონს, ხეობას, სოფეგლოლას არ ახსოვს და სულ თუ არა დიდხანს ემახსოვრება. ოცნების უპასუხისმგებლობის და პირდაპირ რომ თქვათ ადამიანის ბედის ფეხზე დაკიდება ზემოთ ნაჩვენები ფილმიდან ერთ კადრში ვლინდება. ბახილები რომ ფეხსაცმელი ტალახმა არ გააფუჭოს, არ დასვაროს. მეჩხუბები ეხლა რაზე ლაპარაკობს საერთოდ? ჩვენ მოვიდეთ, მე დილესაკეთად მუშაობ. თქვენსავე დაწკეტილი კი არ მოსულა. პოლიეთილენის ჩეფუქები ფეხსაცმელი. ადგილობრივი ხელისუფლების ვიღაც დაბალი რგოლის ჩინოვნიკის ბახილები ჩემთვის ივანიშვილის სისტემის კიდევ ერთი სიმბოლოა, როცა ირგვლივ ტალახია. სისტემის ბოსი სუფთა უნდა იყოს, მას არაფერი არ უნდა შეეხოს, ის მშვიდად უნდა იყოს. მის მშვიდობას ყველა უნდა ემსახურებოდეს. ადამიანი მათთვის არავინ არის. აი ისე როგორც იქ ურდოში, ადამიანი მხოლოდ რიტუალური არჩევნების მასომკაა. და თუ ადამიანს, თავისუფალ ადამიანს რუსული კანონით ვერ ერევი, მაშინ სადამსჯელო რაზმი უნდა შექმნა და პროპაგანდას ასეთი რამ უნდა ათქმევინო. ქართველი შვილი ქართული იდენტობის დასაცავად. და გელათი არ არის სიწმინდე, საყდრისი გავაგრძელო? და თუ კუნთმაგარმა არ გაგიმართლა და საყოველთაო დაცვინის ობიექტი გახდა, შენმა მოკავშირე სანაპიროზე მდებარე შენობამაც არ მიგიღო, ასპარეზზე ეგრეთ წოდებული ინტელიგენცია უნდა გამოიყვანო, მსახიობობით, რეჟისორით და თეატრის ხელმძღვანელით. უნდა დააფუძნოს საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ეკლესიის ეროვნული გმირების, ქართული ენის ისტორიული მემკვიდრეობის და ტრადიციული ღირებულებების დაცვის მიზნით საკანონმდებლო ბაზის მომზადებას მოითხოვს. მერე ჯიბის ექსპერტებს კომენტარები უნდა აკეთებინო და მეტიც იურიდიულ კომიტეტს უნდა შეახვედრო, რომ სექტემბრისთვის კიდევ ერთი რუსული კანონი გამოაცხობინო და ინაკამისლია კანონის ძალით დასაჯო. მსახიობ გიორგი შანიძეს, ბათუმის თეატრის დირექტორს კოტე მჟავიეს და რეჟისორ გიორგი სიხარულიძეს მინდა ვკითხო. წულუკიანის კომისიამ ანწუხელიძე რომ გაასამართლა პირდაპირ ეთერში, ეგ გმირების ისტორიულ ფიგურების შეურაცხყოფა არის თუ არა? თუ მხოლოდ პატარა კახზე გადაბრუნებული რომ თქვას ვინმემ, იმას დააპატიმრებინებთ რეჟიმს. სხვა კითხვებიც მაქვს და გარეჯი საქართველოა? ეკლესია რომ უნდა დაიცვათ მაგდაცვაში შედის იმის მხილება, ვინც ეპისკოპოსებს და სოფლის მღვდლებს უსმენდა? თუ მხოლოდ მათი დაპატიმრება უნდა მოითხოვოთ, ვინც იტყვის რომ საპატრიარქო ბიუჯეტიდან არ უნდა ფინანსდებოდეს? და ღირებულებების დაცვაში მშვიდობიანი მანიფესტატების დარბევის დაგმობა არ იგულისხმება? ივანიშვილის გომელაურის ხარებას მარბელი რაზმების მიერ ახალგაზრდა გოგოების ცემა და გინება ღირებულებების დარღვევა არ არის? კი თუ არა?
ქართველების საუკუნო იდეაზე რუსეთის ურდოსგან გათავისუფლება და ევროპის ოჯახში დაბრუნება უარის თქმა ისტორიული მემკვიდრეობის ღალატი და შეურწყყოფა არის თუ არა? თუ მართლა გონიათ რომ საქართველოს ისტორია 2012 წლის ოქტომბერში იწყება? მართლა გონიათ რომ რუსეთის მსგავსად საქართველოს იზოლაცია ცივილიზებული სამყაროსგან სუვერენიტეტის დაცვაა? მართლა გონიათ რომ შეერთებული შტატები და ევროკავშირი ქართულ კაცებს გაათხოვებს? ვიცი ახლა რასაც დამწამებთ, მაგრამ ამაზე ვერ ვინერვიულებ. ასეთ დროს ივანიშვილის სატუსაღოში გამოვწყდეული მესამე პრეზიდენტის სიტყვა მახსენდება გაეროს ტრიბუნიდან 2013 წლის 25 სექტემბერი. უცნაურია, მაგრამ ბოლო თვეების განმავლობაში კიევში, თბილისსა თუ კიშინოვში ჩვენ მოსკოვში დაწერილი ერთი და იგივე მახინჯი ჰანგები გვესმის. გვესმის, რომ თითქოს ჩვენი ტრადიციები იმსხვრევა დასავლეთის გავლენის გამო, რომ ეკლესიები გადაიქცევა დისნეილენდებად და რომ ქრისტიანულ დღესასწაულებს გეი პარადებით ჩაანაცვლებენ და რომ ჩვენი მართლმადიდებლური იდენტობა საფრთხეში. და ბოლოს, ვითომც არაფერი გვესმის, რომ ჩვენს ყოფილ ბატონებთან გვაერთიანებს საერთო პატივისცემა, წესიერებისა და ტრადიციების მიმართ. ნუ თუ მართლა ასეთი გულუბრყლონი ვართ, რომ დავიჯეროთ ეს ტყუილები, როგორც წინა თაობები იჯერებდნენ და საშუალება მივცეთ მოსკოვს, გაიტაცოს ჩვენი სუვერენიტეტი. ბოლოსკენ წავიდეთ ვოლოდინის აქაური კოლეგის ამხანაგ შეპეს ბოლო განცხადება. ჩვენ გვაქვს კიდევ ერთხელ ორი მთავარი ამოცანა: ქვეყნის გართლიანება და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა. რა ურთიერთობაც ამას ხელს შეუწყობს, ყველა ამ ურთიერთობისთვის ვართ გახსნილი. რომელი ურთიერთობაც ამას ხელს შეუშლის, არც ერთი არ იქნება დაშვებული. როგორც კი დავინახავ ჩვენ, არის მოწოდება ისეთ საკითხებზე, რომელიც ხელს უშლის ქვეყნის მთლიანობის აღდგენას, მაგალითად, როცა გვიბიძგებენ რუსეთთან ესკალაციაზე, ბრიუსელი, ამას ჩვენ არ გავაკეთებთ, იმიტომ რომ ჩვენ ბრიუსელის ხათრით ჩვენ ტერიტორიული ძალების აღდგენას რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ. მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა რაში გამოიხატება ლუკოვაპურის საშოვნად ემიგრაციაში წასვლაში თუ იმაში, რომ ყველაზე დიდ რუს ოლიგარქთან დაკავშირებული რამდენიმე ოჯახი ეგრეთ წოდებული ბიზნეს ელიტა შავსალორზე მიმული მოლაპარაკე თავები, ვითომ ექსპერტები და ქართულოვანი რუსული პროპაგანდის მუშაკები უზრუნველყოფილები არიან. ალბათ უფრო კი მე რა რომ მიტაცებულის მოქალაქეებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში სულ რაღაც მილიარდ 570 მილიონი დოლარის ოქროული და სხვა ძვირფასეულება აქვს ჩაბარებული, დალომბარდებული. ხო, თქვენ გეხებათ ძვირფასო მოქალაქეებო, ვისაც გონიათ რომ პროპაგანდაში ნანახი და მოსმენილი ბედნიერი ცხოვრება ნამდვილია და რომ ბრიუსელი გვიბიძგებს რუსეთთან ესკალაციაზე და ამით რისკის ქვეშ დგება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. მართლა გჯერათ რომ დაჩაჩანაკებული ჩამოსვლის პირას ყოფ უკრაინასთან საბოლოო მარცხის განწილულ მოსკოვთან გლახა ქორწინებით ტერიტორიულ მთლიანობას აღვადგენთ? რამე წინსვლა გექნებათ? მართლა გონიათ რომ უშუქობა არ გახშირდება? მართლა გონიათ რომ ნაჩუქარი გენერლის კაბინეტ ტარება თქვენი კეთილდღეობისთვის არის? მართლა გონიათ რომ რუხაძემ რაიმე შეძინა ქართულ კულტურას და მისი წასვლით რაიმე უკეთესი იქნება? მართლა გონიათ რომ მზია ამაღლობელის რუსულ საკაში გამოკეტვა და ვახოსანეეს 14 დღიანი პატიმრობა თქვენი შულების მომავალზე ზრუნვა? 14 დღე რა არის? 14 წლიან კაცრი რეჟიმის კოლონიაშია მიტაცებული ერთდროს სახელმწიფო. რეალობა კი ის არის, რომ ფსევდოპატრიოტიზმით რეჟიმი კლავს და ანადგურებს ყველაფერ ქართულს, ქართულ იდენტობას, ქართულ სახელმწიფოს დამყარი იმპერიის საამებლად. ვისაც გგონიათ რომ ის ვანდალიზმი რაც ახლა რიყეზე ხდება თქვენი კეთილდღეობისთვის ხდება, გეგონოთ რომ ივანიშვილის პირადი შურძიება მეც სიკეთეს შეძენს თქვენ შვილებს, მაგრამ იქნებ ერთხელ დაფიქრეთ და მიხვდეთ რომ რასაც ახლა რეჟიმი საქართველოს უკეთებს, მისი გაქრობა და იდენტობის წართმება. გააქრომ სოფლიო პოლიტიკური რუკიდან და ახლა თანამედროვე არქიტექტურის რუკიდანაც აქრობს, რომ ბოლოს რესპუბლიკა ხაჭაპური დავრჩეთ. დამპალ იმპერიის განაპირა მეხუშაობაში ჩაფრული გრუზია. მოსკოვიას ურდოში პაპუაშვილის კოლეგა ვოლოდინის რუსეთი პუტინი გამარჯვებაზე ჩემი ტრადიციული ფინალი გამახსენდა. ან ჩვენ, ან ის თუ ის, მაშინ რკინის ფარდა და რუსეთის უკანალი. არ იქნება ივანიშვილი, იქნება საქართველო. დარჩება ივანიშვილი, არ იქნება საქართველო. მაგრამ დღეს ამით არ და ვერ დავამთავრებ. მეც მშობელი ვარ, მეც მამა ვარ და სულ ნიკაზე მეფიქრება. 18 წელს რომ უნდა გამხდარიყო გუშინ.
იტან გრუზინო თუ კი ბოროტი ჩაი ქირქილებს და იტყვის ასეთები აუტანია გრუზინსო და შენი სიცოცხლის მოსაკალავად წამოვა. ბოლო წამს მიხვდები რომ 17 წლის სიცოცხლის სისხლში ხარ ამოთხული, რადგან ეს უსამართლობა, უსიყვარულობა, ტერორი, ძალადობა, მკვლელობა, ძარცვა, კურდობა, კორუფცია, აღემიცემობა, რუსული პროპაგანდა, ფარისოლობა, გარუსება, გმირების გასამართლება, წამება, მოწამლა, მზიამაღლობელი ელენე სინდისის პატიმრები, მესამე პრეზიდენტი, პოლიტპატიმრები, გაგუდული მედია, ლაჩობა, რუსის მონობა, სამშობლოს სახელმწიფოს ღალატი შენ არ გეხება. და იქნებ მართლა მოგწონს გრუზინო რუსის ნეხში თბილად კოტრიალი და წუწკი ავაზაკის ნასუფრალის რიგში დგომა. 17 წლის სიცოცხლე რომ შენი შვილი ყოფილიყო